ეს კი ევროპაში ყველაზე მაღალი ხიდია, მილაუს ვიადუქტი. მისი სიმაღლე 353 მეტრია. ხიდი მდებარეობს საფრანგეთის სამხრეთში, ქალაქ მილოსთან. ხიდი გაიხსნა 2004 წელს და დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ საინჟინრო ნაგებობად მსოფლიოში. მშენებლობა გაგრძელდა მხოლოდ 3 წელი, რაც ასეთი მასშტაბური პროექტისთვის ძალიან მოკლე დროა. და სწორედ ამიტომ იგი დღეს ითვლება ფრანგული ინჟინერიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად. შემდეგი გაჩერება პროვანსი. რეგიონი ცნობილია თავისი ლავანდის ველებით, რომელიც ზაფხულში იასამნისფერ ზღვად იქცევა. ეხლა ვართ ლავანდის მდელოზე, ულამაზესია, მაგრამ უამრავი ტურისტია. რა თქმა უნდა, ყველას უნდა ამ სილამაზეს ნახვა. ყვავილობა ძირითადად ივნისის ბოლოდან ივლისის ბოლომდე გრძელდება. ამ დროს აქაურობა სავსეა ტურისტებით, ფერმერებით და ლავანდის სურნელით. პროვანსში ნამდვილად იგრძნობა ის მშვიდი და უნიკალური ფრანგული ატმოსფერო, რომელსაც სხვაგან ვერ ნახავთ. აქვე ახლოს შეგიძლიათ ნახოთ პროვანსის საოცრება ვერდონის ხეობა, რომელიც გამოირჩევა თავისი წყლის ფერით და უჩვეულო კლდეებით. ეხლა ვართ ამ ხიდზე, სადაც ჩანს, კლდეებს შორის ეს ხეობა. ულამაზესია ხალხო, 100%-იანი რეკომენდაცია ჩემგან. ფერი არის სასწაული უბრალოდ და ტურისტებს რაც შეეხება, უამრავია და უბრალოდ შეხედეთ ნავების რაოდენობას, საიდანაც უკვე აპირებენ შიგნით შესვლას და შიგნითაც ძალიან ბევრია უბრალოდ. ამ ადგილს ხშირად საფრანგეთის გრანდ კანიონსაც უწოდებენ. ზაფხულში უამრავი ადამიანი სტუმრობს ამ ადგილს. თხოვთ დაალაიქოთ და დააკომენტაროთ ვიდეოზე და გამოიწეროთ არხი. ეს ძალიან დაეხმარება არხს განვითარებაში. მადლობა. გზად კი უამრავ ლამაზ სოფლებს გადააწყდებით. მაგალითად ამ სოფელს, რომლის სახელიც კი არ ვიცი. ჩემი მოგზაურობა გრძელდება. ახლა უკვე ჩრდილოეთისკენ მივიწევთ. გზად უამრავ ლამაზ და განსხვავებულ ადგილს შეხვდებით. რაც შეეხება სასტუმროებს, საფრანგეთში საშუალოდ თითო ღამე დაახლოებით 50-80 ევრო დამიჯდა. გრძელი და დამღლელი გზის შემდეგ ჩავედით სოფელ ეტრეთში. პირველი რაც თვალშისაცემია, საოცარი თეთრი კლდეები, ზღვით გარშემორტყმული. თვითონ სოფლის ვიწრო ქუჩებში სიარული კი ნამდვილი სიამოვნება. პატარა კაფეები და ხელნაკეთი ნივთების მაღაზიები კი განსაკუთრებულ მშვიდ ატმოსფეროს სცემს მას. მოგესალმებით საფრანგეთის სოფელ ეტრატიდან. ჩემს უკან ულამაზესი რაღაცაა ეს კლდე, რომელზეც ახლა ასვლას ვაპირებ. ასევე ხალხიც ჩანს, პატარა ხალხი. შემდეგ ზევით ასვლა დავაპირეთ. გზა დაახლოებით 20-30 წუთს გრძელდება და რთული ნამდვილად არ არის. კიბეებზე კი თუ ბავშვი გყავთ, უფრო გაგიჭირდებათ. იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი კიბეა. ზევით ასასვლელ გზაზე შეგიძლიათ დაინახოთ მთელი სოფელი, კლდეები და ზღვა ერთდროულად. ეს ადგილი იმდენად შთამბეჭდავია, რომ აქ თავად კლოდ მონე, ცნობილი ფრანგი იმპრესიონისტი მხატვარი, ხშირად სტუმრობდა და კლდეების სილამაზით იყო შთაგონებული. ეხა კი დრონს ავაფრენ, ვისაც დრონი უყვარს, მაგათთვის არის 64. ეს ადგილი უბრალოდ შეხედეთ. სასწაულია.
რა თქმა უნდა, ჩვენი მოგზაურობა აქ არ მთავრდება. გზას ვაგრძელებთ. შემდეგი გაჩერება ადგილი, რომელიც ეიფელის კოშკის შემდეგ საფრანგეთში ყველაზე პოპულარულია. მონტ სან-მიშელი. თუ მოხდებით მონტ სან-მიშელში, აუცილებლად მოდით ამ ადგილზე. განცხრებსაც ნახავთ. სანამ თვითონ მონტ სან-მიშელამდე მიხვალთ, შეგიძლიათ შეიაროთ ახლო მდებარე მდელოზე, საიდანაც უკვე შორიდან იშლება ეს ულამაზესი ხედები. აქედან ციხესიმაგრის პარკირებამდე დაახლოებით 10 წუთი არის მანქანით სავალი. პარკირებიდან დანიშნულების ადგილამდე ორი გზა არსებობს. შეგიძლიათ ფეხით გაიაროთ, ან გამოიყენოთ ავტობუსი, რომელიც პარკირების ფასში შედის, ანუ უფასოა. ავტობუსები საკმაოდ ხშირად გადის. საშუალოდ ყოველ 5 წუთში ერთხელ. თუმცა ეს დამოკიდებულია ტურისტების რაოდენობაზეც. თუ ისეთ დროს ჩამოხვალთ, როცა ნაკლები ხალხია, შეიძლება ცოტა მეტი მოგიწიოთ ლოდინი. როცა ნელ-ნელა უახლოვდები ამ საოცრებას, უფრო და უფრო გიკვირს, ვინ და როგორ ჩაიფიქრა ამის აშენება და რაც მთავარია, როგორ მოახერხეს ამის შესრულება. ჩამოსვლისთანავე შენ წინ იშლება მონტ სენ-მიშელი მთელი სიდიადით. როცა შიგნით შედიხარ, თავს გრძნობ თითქოს მე-15 საუკუნეში იმყოფები, მაგრამ ეს შთაბეჭდილება ცოტათი იკარგება ტურისტების სიმრავლის გამო. ციხესიმაგრეში შესვლისთანავე გვხვდებათ უამრავი რესტორანი, მაგრამ ყველაზე ცნობილი მათ შორის არის ლამერ-პულარი, ადგილი, სადაც მზადდება ლეგენდარული ფუშფუშა ომლეტი. და დიახ, ეს ჩემი ვიდეო არ არის, რადგან ის 32 евро ღირს და კვერცხში ამდენის გადახდას ნამდვილად არ ვაპირებ და ესე გამოიყურება თვითონ ომლეტი. თუ მოხვალთ აქ, აუცილებლად იცოდეთ, რომ დაგხვდება მილიონი ტურისტი, აი მილიონი. ძალიან ციხესიმაგრე შიგნიდან მართლაც შთამბეჭდავია. ვიწრო ქუჩები, მაღალი კედლები და ძველი ქვის შენობები კი გახსენებს, თუ რამდენი საუკუნეა, რაც ის უკვე აქ დგას. ასევე შეიძლება უფრო ზევით ასვლა მონასტრამდე, საიდანაც საოცარი ხედები იშლება. სამწუხაროდ, მე იგი დაკეტილი დამხვდა. უბრალოდ მოძრაობა და აიყურება ირგვლივ არის ერთი საოცრება, მაგრამ სასწაული უფრო დიდი ის არის, რომ აი ამ ადგილას ადრე იყო ძალიან დიდი კლდე. მერვე საუკუნეში ერთ-ერთ მამა ობრონს ღამით მოევლინა წმინდა მიქაელი, რომელმაც უთხრა, რომ ამ ადგილას უნდა ააშენო ტაძარიო. აი ამის შემდეგ დაიწყეს ტაძრის და ციხესიმაგრის აშენება. რა თქმა უნდა, ეს რამოდენიმე წელში არ აშენებულა, დაჭირდა ძალიან ბევრი წლები, მაგრამ დღეს აუცილებლად სანახავი ადგილია ეს საოცრებაა. ასევე შეგიძლიათ ამ დიდებულ ადგილს გარედან წრე დაარტყათ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა გარშემო წყალი არ არის. ზოგ ადგილებში კი გიდის გარეშე გასვლა არ არის რეკომენდირებული. გიდთან ერთად შეგიძლიათ ეს ადგილი უფრო კარგად შეიგრძნოთ. თუ მარტო წამოხვალთ და დაგჭირდებათ დახმარება, ეს არ დაგიჯდება თიაფი. წყლის მიმოქცევა დღეში ორჯერ ხდება. წყალი მიდის და მოდის საოცარი სისწრაფით. ზოგჯერ სულ რამოდენიმე წუთში მთლიანი ლანდშაფტი იცვლება. როცა მოქცევაა მონტ სენ-მიშელი, ნამდვილ კუნძულად იქცევა. ზოგჯერ ეს პროცესი საკმაოდ საშიშიც ხდება. წყალი სწრაფად იწევს და თუ სწორ დროს არ დაბრუნდით, შეიძლება ჩაიფლოთ ტალახში და დახმარების გარეშე ვეღარ ამოხვიდეთ. მეგონა რომ მსგავს სასწაულს საფრანგეთში ვეღარ ვნახავდი, მაგრამ წინ კიდევ ერთი საოცრება გველოდება. მანამდე ბორდოში შევჩერდი. ბორდო, დასავლეთ საფრანგეთში მდებარე ქალაქი, ცნობილი არა მხოლოდ თავისი ისტორიული არქიტექტურით, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ღვინით. ქალაქის ისტორიული ცენტრი 2007 წელს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანეს, რაც ხაზს უსვამს მის კულტურულ და არქიტექტურულ მნიშვნელობას. საღამოს ბორდო განსაკუთრებულად ცოცხლდება.
ქუჩები სავსეა კაფეებით, ბარებითა და რესტორნებით, სადაც ადგილობრივები და ტურისტები ერთად ისვენებენ. ბორდო არის ქალაქი, სადაც ისტორია, არქიტექტურა, კულტურა და გემრიელი ღვინო ერთმანეთს კვეთს. ეს ნამდვილად შესანიშნავი გაჩერებაა საფრანგეთში მოგზაურობის დროს. ჩვენი მოგზაურობა დასასრულს უახლოვდება და ამჯერად გავეშურეთ საფრანგეთის ერთ-ერთ გიჟურ ადგილას. ბორდოდან აქამდე მხოლოდ 1 საათის გზა არის. პარკინგი კი პირდაპირ ადგილზეა. ამიტომ ფეხით სულ რამოდენიმე მეტრის გავლა მოგიწევთ. იქვე რა თქმა უნდა შეგიძლიათ შეიძინოთ სამახსოვრო სუვენირები. და აი ყველაზე საინტერესო ნაწილი. უზარმაზარი ქვიშის გორა. გორაზე ასვლა შესაძლებელია ქვიშის მხრიდან, ან კიბეებით და დაშვება შეგიძლიათ სირბილით, ან თავით. ზევიდან იშლება საოცარი ხედები. ეს ის ადგილია, რომელსაც ნამდვილად არ ელოდები შუა ევროპაში. საინტერესოა, რომ ქვიშის გორები მუდმივად იცვლება ქარისა და ბუნების გავლენით. ამიტომ ყოველი ვიზიტი უნიკალურია. ეს იყო ჩვენი ბოლო გაჩერება. მადლობა რომ უყურეთ და არ დაგავიწყდეთ დაკომენტარება. რა მოგეწონათ? ან რას დაამატებთ? Merci.